მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, საგრებულოს ხდომას გახსნით ვაცხადებ ხო აპარატის უფროს წარადგინის რეგისტრაციის შედეგები და გითხრა საერთო და საგრებულოს ხდომა ზართან ჩატარდეს. რეგისტრაცია გაიარა საკრებულოს 11 წუთმა, ამჟამად შუა დასწრება. მადლობა. გაგაცნოთ დღევანდელი საგრებულოს ხდომის დღის წესრიგს, დღის წესრიგში შეტანილია 5 საკითხი. ეს პირველი საკითხი არის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ნაგავსაყრელის მოწყობის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროფილის განხილვა. მოხსენებელი გახლავთ სოციალური კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბლიაძე. მეორე საკითხი არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის 45 დადგენილებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ სრულდებების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროფილის განხილვა. მოხსენებელი გახლავთ საფინანსო კომისიის თავმჯდომარე მარია ბაბლიძე. მესამე საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერშეულმო პირებისათვის პარადუსების მოწყობის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროფილის განხილვა. მოხსენებელი სოციალური კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბლიაძე. მეოთხე საკითხი მუნიციპალიტეტის სოფლებში სათემო ცენტრების შექმნის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროფილის განხილვა. მოხსენებელი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გიორგი ახალკაცი. მეხუთე საკითხი ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვა. მოხსენებელი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გიორგი ახალკაცი. ხალხის წესრიგს კენჭი ვუყაროთ და აპარატის უფროსს დაითვალოს ხოლმე ვინ არის ვინ ჭერს ხარს. დღევანდელი დღის წესრიგი 5 საკითხი გამოვიდა. ეს მომხრე. კარგით, ვინ არის წინააღმდეგი? დღის წესრიგში პირველი საკითხად მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ნაგავსაყრელის მოწყობის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვა. მოხსენებელი გახლავთ სოციალური კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბლიაძე. თქვათ მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, გამგეობიდან შემოსულია პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ნაგავსაყრელის მოწყობის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის B-12 პუნქტის და 71 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საფუძველზე მოეწყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ნაგავსაყრელი. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით საქმიანობის განხორციელება ეთხოვოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. სოციალურმა კომისიამ შეისწავლა გამგეობიდან შემოტანილი პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ნაგავსაყრელის მოწყობის თაობაზე და გადაწყვეტა დადგება. დიდი მადლობა. ვინმეს თუ რამე შეკითხვა აქვს, შეუძლია დასვას კითხვა. ისმენთ. თანხებთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა, რამდენი გამოიყო ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან? ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ყოველთვიურად 5000 ლარი. ყოველთვიურად რისთვის? ნაგავსაყრელის მოსაწყობად? რომ დაემატოს სოფელ ალში ნაგავსაყრელების ანუ ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს თუ სანაპიროებრივი უნდა დაემატოს? ნაგავსაყრელი არის მოწყობილი, მაგრამ არის ამორტიზირებული და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია. ანუ ეს ხელოვნურად მოწყობილი ნაგავსაყრელია თუ რა არის? ხელოვნურად თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის მხრივ არის გაკეთებული და უნდა იყოს დაცული, შემოსაზღვრული. ანუ ამისთვის გვინდა 5000 ლარი და პლუს კიდე დაგჭირდება დავამატოთ ერთი კვირაში ერთხელ მიდის, როგორც ვიცით, ნაგავსიტი, რომ ზაფხულთან მოახლოებული პრობლემების თავი განსაცილებლად უნდა დავამატოთ კვირაში კიდევ ერთი ნაგავსიტი, რომ გამოვიდეს სოფლიდან ნარჩენი. ისმენთ. რამდენი თვე გაგრძელდება ეს თანხების დამატება ბიუჯეტიდან ამ ნაგავსაყრელის მოსამზადებლად? ანუ ეს 5000 ლარი გამოიყო ერთჯერად და თუ ყოველთვიურად თუ რა? ამ ეტაპზე ერთჯერადად უნდა გამოიყო თვითონ ნაგავსაყრელის შემოსაზღვრა რომ მოხდეს და პლუს ნაგავსიტმა რომ კვირაში ერთხელ დამატებით იაროს სოფელში რომ ნარჩენი. საკითხვა თუ შედგა საკმარისია ეს თანხა? კი. და შემდეგ მოხდება სანაპიროების დამატებაც და ამ დამატებითი ხარჯებია. ხო? სანაპიროების ეს მაგრამ ყოველთვიურად ბიუჯეტი გამოყოფს დაახლოებით 1000 ლარამდე რომ მოხდეს ამ ყველაფრის პროცედურების ჩატარება. ანუ სანაპიროები რეალურად არ არის და შესაძლებლად არ არის. და 1000 ლარი არ მგონია რომ ეხო სანაპირო. სულ დაგჭირდება 10 ცალი. 10 ცალი თუ იცით ერთი სანაპირო არ არის. 200 ლარი. 200 ლარი ეს ერთი სანაპირო და 1000 ლარი ეყოფა ამ სანაპიროს. 2000 ლარია ელემენტარულად მათემატიკურად შევხვდით. მე მგონი არ არის საკმარისი თანხა.
ამიტომ მე მგონი ეს საკითხი თავიდან უნდა არა 5000 ლარი სულ დაიხარჯება შემოღობაზე. ზაქთან გამოდან იქიდან იქნება. ანუ 5000 ლარი თუ არ არის საჭირო შემოღობისთვის, მაშინ რატო გიწერიათ? არ გათვალისწინებულია ის ჩადებული იყო თავიდან. რომ მომხდარიყო ის გახორციელება ნაბიჯურნები დადგმა, მაგრამ ზუსტ გადაიხედა რომ არ იყო საკმარისი, ანუ 5000 ლარი აყოფნდა. დამატებით ტრანსფერი წამოვიდა შემდგომ 1000 ლარი, ანუ ის 1000 ლარი რომ სულად მომხდარიყო ამ პროფის შეძენა. და თვითონ სოფელი საკმაოდ დიდი სოფელია, როგორც ვიცი, დაახლოებით 700 ოჯახი ცხოვრობს. ამ 10 უნდა არ გონიოს. და კონკრეტულ უბნებზე აქვს საუბარი და რა თქმა სოფელზე. კონკრეტულ რას ნიშნავს კონკრეტულ? არის გამოდენილება, სადაც არის უბნები, სადაც დგას ეს ნაბიჯურნები, არის უბნები, სადაც არის და ის საერთოდ არ ყოფს ამ დროისთვის სანაგებობებია. შეპრობლემები რის მიხედვით ირჩევთ უბანს, სადაც უნდა დაერთა სანაგებობები? მაგასაყრელის ახლოს რომელი უბანიც არის და სადაც არის დაავადებები გავრცელებული და საავადმყოფოში ჩვენ ვიყავთ და იყო აღნიშნეთ ეს რომ არის დაავადებები შემოსული, დაავადებული ადამიანები არის. რაოდენობა არის უკვე შემოსული. სტატისტიკა სად არსებობს სტატისტიკა? როგორც ვიცი, ადგილობრივ საავადმყოფოში ამის სტატისტიკას ვერ ახდენენ ამის სტატისტიკას. ეს არის შეუძლებელი. ვერ გასაუბრებთ. ჩვენ ვიყავთ კომისიայի ფასური და ვაწარმოებთ ანუ მოსახლეობისგან მოსახლეობა ზოგს რაჭის ზოგს. ადგილზე ხო არა ამბულატორია და იმათ რა რითი ამტკიცებთ რომ ეს გამოწვეულია იმ ნარკვით, რომელიც იქ ადგილზეა. როგორ რის მაგრისები ხარ, რის მაგრისები, ელემენტარულ ანალიზით, გაგასაყრელი, აღიდან კეთდება, ვერა კეთდება, რა უბედურება არ არის. ვერ გადათვალოთ, რამდენი რა ის და ხელა ოპოზიციის ხმალე გაგიწიათ, ხელა ეს აშენებთ, ახალობას აშენებთ. ისინი ნაციონალები, ჩვენ დროს ხალხი ხმასვერია და ნაგასაყრელი არ არის მომდო. რამდენი უნდა მისცეთ ამ ადამიანს ხმა? რამდენი ჯერა არა. ეს actually გოგონად არ დაიჭვია. რატომ არ გამაჩნია? კარგით ისმენ ზოგადად რომ ვისაუბროთ თქვენთვის, რომ ერთ ნაბიჯურნა ვიდა 200 ლარი. 10 გჭირდება ხო, გამოდის 2000 ლარი. თუ თქვენ გინდათ ერთ შედარდა დაიწყოთ 5000 ლარი და პლუს გერცება 1000 ლარი ყოველთვის. გამოდის 6000 ლარი. 6000 ლარიდან თქვენ 2000 ლარი უნდა დახარჯოთ ნაგვის უბნებში, ხო? ეს 4000 ლარი. სკოდრა უნდა გაკეთოთ. უნდა ეკოლოგიურად დაავადებულები არიან, ხო? დაავადებულები არიან. 4000 ლარში როგორ უნდა გავსაყრელი უნდა მოაწყოთ, ისე რომ ეკოლოგიურადაც შედარებით კარგი გარემო შექმნათ. და შემოსაზღვროთ პირველი და შემდეგ შემოსაზღვრა ეკოლოგიურად გავსაყრელი ყველაფერი. ჩვენ როგორც ჩანს საკითხი კარგად არიცით, იმიტომ რომ ნაგავს უნდა დამახვა. ანუ უნდა კონსერვაცია დიახ. ამისთვის ტექნიკაა საჭირო სპეციალური, ხო? ამ ტექნიკისთვის თანხები საიდან? 4000 ლარი, არანაირად არ იყოფა. ამიტომ პროექტი კარგად უნდა შეიცვალოს. კარგით მოდაში შევხვდათ კამათი და გადავკეჭი უკავოთ აღნიშნულ საკითხს. ვინ არის მომხრე მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშინ ნაგავსაყრელის მოწყობის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტის გამოვიხილოთ, ხო თავისივე ხელი ვინ არის მომხრე? ყოლაპარდის პროსტან აღნიშნავს ვინ არის მოწინააღმდეგე რომ გასაგებია პირველი საკითხი მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშინ ნაგავსაყრელის მოწყობის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტის გამოვიხილვა არის გადადებული და შემდეგ გახილოს ექვემდებარება. კარგით გადავიდეთ შემდეგი საკითხზე, ეს არის მეორე საკითხი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის 55 დადგენებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტის გახილვა. მომხსენებელი საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ თავიძე. ხო, მოგახსენოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ პროექტს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ შემოსულობები განისაზღვრება 9.652.600 ლარით. აქედან ჩვენ არაფინანსური აქტივობების კლება გვაქვს 80.000 ლარი. შესაბამისად გამოდის, რომ გადასახდელები გვაქვს 9.827.800 ლარი. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შევიდა ცვლილებები.
შესაბამისად, თუ ქვიშხეთში მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები არაფინანსური აქტივების ზრდა, საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემის მუხლი 2012 წელს განხორციელებული შეზღუდვებიდან დარჩენილი თანხის ნაშთის შემცირებით გაიზარდა 4.461.900 ლარი. შესაბამისად, ჩვენ ამ გაზრდილი თანხით შეგვიძლია განვახორციელოთ შემდეგი ცვლილებები. კერძოდ, სოფელ ფლებში წყობიდან გამოსული ტუმბოს შესაკეთებლად გათვალისწინებულია 167.300 ლარი. სოფელ არში წყობიდან გამოსული ტუმბოს შესაკეთებლად გათვალისწინებულია 800 ლარი. სოფელ ხიში ჭაბუღლისათვის მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის შესაძენად გათვალისწინებულია 214.600 ლარი. შესაბამისად, განვიხილეთ კომისიამ და ეს პირველი პროექტი დადებითად შევაფასეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სოფელ ფლებში არაფინანსური აქტივების ზრდა არასაკონტროლო შენობების მუხლის 2012 წელს განხორციელებული შეზღუდვებიდან დარჩენილი თანხის ნაშთის შემცირებით გაიზარდა 255.200 ლარი. შესაბამისად, დეფექტური აქტების, პროექტებისა და ხარჯთა რიცხვის მომსახურების ღირებულებების მუხლი გაიზარდა 100.000 ლარი. სოფელ ქვახრებში წყლის სასმელი აბორტებისა და რეზერვუარის მოსყობის სამუშაოებისათვის საჭირო პროექტების მოსამზადება. ასევე დარჩენილი ხარჯის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დანარჩენი ხარჯის მუხლში საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება გაიზარდა 11.000 ლარი. შესაბამისად, ამ გაზრდილი თანხებით მოხდა სხვა შტატგარეშე მომუშავე მუხლი გაიზარდა 800 ლარი. მუნიციპალიტეტის გამგეობის მივლინების მუხლი ქვეყნის შიგნით მივლინება გაიზარდა 2000 ლარი. ამ გაზრდილი თანხით შესაბამისად შემცირდა შემდეგი პროექტები. გამგეობის კომუნალური ხარჯის მუხლი ელექტროენერგიის ხარჯში არსებული ეკონომიკის საფუძველზე 10000 ლარი. წყლის ხარჯში არსებული ეკონომიკის საფუძველზე 11000 ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კავშირგამოვნების ხარჯის მუხლი არსებული ეკონომიკის საფუძველზე 800 ლარი და მუნიციპალიტეტში გამგეობის მივლინების მუხლი ქვეყნის გარეთ მივლინება არსებული ეკონომიკის საფუძველზე 2000 ლარი. განხილვის შედეგად ჩვენმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ შევიტანოთ ცვლილებები ბიუჯეტში. მასალებია, მადლობა. ინვესტორების კითხვები შეგიძლიათ? მოგწონთ შეკითხვები. შემოსულია 9.154.100 ლარი, მაგრამ მილიონი ვერ დავინახე. ანუ ყოველთვის 1000 ევროსობით არის თანხა და რა ვიცი, სად მიდის ბიუჯეტი? 1000 ევრობით არის თანხა. ან თქვენ წაიკითხეთ 46.000 ძიმის მენეჯერება 2 ნული. გამოდის მილიონები, შემდეგ დანარჩენ თანხადაც მიეწერე 2 ნული და გამოდის მილიონები და 1000. მოდი ახლა განვიხილოთ მაგალითად. 46.900 ლარი. ახლა ის ალასაკოთაგა დაიწყო, მაგრამ 4.619.000 ლარი. მგონი ასე ეკითხება, ხო? ეთანხმები შენ სტატისტიკურ კოლეგას საერთოდ. შემდეგი გადავდით შემდეგ თანხაზე. საბიუჯეტო ყველანაირი თანხა იყო შესაბამისად წაკითხულდა ბიუჯეტის ადგილს. დავიცი. ყველგან გიგვეპოსა გამოტანა. რატომ ეკარგება? იმიტომ რომ მათემატიკა არის ელემენტარული 4 მილიონი ძიმე 619.000. ანუ 3 მილიონი არ მიუწერეს და 1000 უწერია. გონი ასე გაქვს. ეგ გამოდის შემდეგ 461.900. 4 მილიონი 619.000. გთხოვთ კომპეტენტურ ადამიანებს რომ გადახედოთ, ანუ ყველამ განიხილეთ და რა ვიცი, გადახედეთ როგორ იკითხება თანხა და როგორ უნდა წარმოგვიჩინოს თქვენ კომისია. სამწუხაროდ ციფრებში ვერ ეყვა როგორც ძალიან მისდომილება და ციფრებში არ იქნება გარკვევა, მაშინ ბიუჯეტი ასევე რამდენიმე შეკითხვა მეცნიერებად. მაშინ მე შესწავლით კითხულობ, კომპეტენტური ადამიანები მოვიწვიოთ, დავიანგაჟოთ და თუ მე არ ვიცი ციფრებში ვერ ვიყვები, მაშინ ერთად განვიხილოთ და აღვნიშნოთ, რომ თანხები სხვაგან არ მიდის. ჩავთვალოთ, მე არ ვიცი ციფრების კითხვა. თქვენ ხომ ვიცით? ერთად შევხვდით და ყველა არავარ კომპეტენტური, როგორც თქვენ არავარ კომპეტენტური. არავარ ძალიან ერთად განვიხილოთ და ციფრებს დავინახოთ. კომპეტენტური რომ იყოთ 46.000 რომ დავუმატოთ 16.000, 8.000, 21.000 კილოხოწებით, ანუ ვიღაცა მოინიშნეთ ეს ჯამში რა გამოდის? თანხას ვერ ვიღებთ 9.654.000. 5 მილიონი მიკამიო. კი, სად მიდის 5 მილიონი? როგორც ხო და გეუბნებით, ხო მეუბნებით რა ვიცი კითხვა.
თქვა. ერთად წავიკითხოთ ციფრები და სიზუსტე დავინახოთ. მოდი ციფრებზე ნუღაში ციფრებზე ნუღაში მე მექნება გარკვეული შენიშვნები დეტექტური აქტების ხარჯსათვის მომსახურების ღირებულების გაზრდაში, რომელიც იზრდება 1000 ლარი. რატომ იზრდება? რა გახდა ამ აუცილებელი რატომ გახდა ამის გაზრდა? დეტექტური აქტების პროექტების და ხარჯსათვის მომსახურების ღირებულების გაზრდა 10000 ლარით იზრდება, ხო? რატომ იზრდება? მიზეზი? შესაბამისად ხომ წერია თუ კარგად წაიკითხავთ? შესაბამისად არ წერია. ჭაბუკები რეზერვუარის მოწყობა გასაგებია, მაგრამ აქამდე რომელიც აკეთებდა დეტექტური აქტებს იღებდა 10000-ით უფრო ნაკლებ თანხას. ხო? თუ წელი განეში. რატომ გახდა აუცილებელი 10000 ლარით უფრო მეტი დავხარჯოთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისთვის? ასევე საინტერესოა საკრებულოს დანარჩენი ხარჯის მუხტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება გაიზარდოს 11000 ლარით. იქნება განმარტოთ უფრო დეტალურად რატომ იზრდება 11000 ლარით. ჩვენ გვჭირდება რომ აქტების, პროექტებსა და ხარჯ-დახურვის მომსახურების ღირებულება გავზარდოთ 10000 დანარჩენ ხარჯი რა შედის? ისთვის ემატება 11000 ლარი. რა ხარჯებზე საუბარი? მუნიციპალიტეტში არსებობს სხვადასხვა პრობლემები. ხო ზუსტად ხო არა? ეს არ არის პრობლემებისთვის, აღწერია რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვადასხვა ხარჯის ხო შეიძლება ამ პრობლემებს წევრების უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება გაიზარდოს 11000 ლარით. რა უფლებამოსილების განხორციელებისთვის არის საჭირო 11000 ლარი? იქნება განმარტოთ. თუ ჩამოვიდა უცხოური დელეგაცია, ხარჯი. უცხოური დელეგაცია არ არის ეს არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების უფლებამოსილებისთვის. ხო, თქვენ როგორცაც აკითხულობთ ამას და ისე ადგენთ. ძალიან სამწუხაროა. უკაცრავად ისეთ ციფრებთან გვაქვს პრობლემა. 10000 კი არა, 10 მილიონი 1000 ლარი. ბიუჯეტი სადმის ეგ მაინტერესებს რა 10000 ლარი. ასევე რატომ გახდა აუცილებელი შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა? რატომ უნდა გამოყოთ ამისთვის თანხები? არ არის საკმარისი თანამშრომლები საკრებულოში? ჩვენ ხოლმე გავიმართეთ. თუ თქვენაი თანამშრომლები არიან, მე მგონი აუცილებელია ფინანსისტის აყვანა. აგეთ მოდი შეცდომითაა გადამოწოდებული თქვენთან და შეცდომითაა გაბეჭდილი. ძალიან კარგი ბიუჯეტზე კიდევ რა ასევე საინტერესოა მივლინებისთვის და შიდა მივლინებისთვის 2 მილიონი ძალიან ხო დავწნარდეთ მივლინებისთვის ძალიან დაუცნარია ეს აწერია შემცირდა რომელმა უცხოურმა ქვეყანა მიიწვია ადგილობრივ ხაშურის მუნიციპალიტეტი და რატომ არის შემცირებული ძალიან ხო აქედან არის თუ არა ოფიციალური დოკუმენტი მიწვევი ხო რო არა ხო აღარ მაგიტომაა შემცირებული ხო აღარ არის უფროსმა გაატაროს რეგისტრაცია შეიძლება თქვა ბატონი შეწყვეტილია საუბარი და შეკითხვებთან აღარ მიიღება პრაქტიკულმა ასე ვთქვათ ტრენინგმა მეცადინეობმა ჩვენ ძალიან ბევრი ცოდნა შეგვიჩინა დიდი უпростоრად სხვანაირად სხვა რაკურსი დაგვანახა ეს ყველაფერი და ალბათ ვთვლი რომ მომავალ სხდომებს რომელსაც ჩვენ დავესწრებით ხოლმე და ასე ვთქვათ ჩვენებურად გავაკონტროლებთ საერთოდ სხვა თვალით შევხედავთ და იმაზე მეტ მინუს ან პლუს დავინახავთ საკრებულოს მუშაობაში ვიდრე აქამდე შეგვეძლო რა თქმა უნდა პრაქტიკული მეცადინეობები უფრო დიდ ცოდნას სცემს ადამიანს ვიდრე თეორიული იმიტომ რომ მშრალი თეორიის სწავლა და გაგება ადამიანს იმაზე მეტად უჭირს ვიდრე პრაქტიკაში საკუთარ თავზე რო გამოცდი ყველაფერს ხო უბრალოდ ციფრებს ვერ ძალიან ხო დავწნარდეთ ზოგადად ტრენინგით დავიწყებ. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ინფორმაციულად დატვირთული. დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღეთ, რაც შეეხება ტრენინგს დღევანდელ დღესაც დადებითად შევაფასებდი და უკეთესის იმედი მაქვს, იმიტომ რომ მომავალშიც განვიხილოთ ტრენინგი უფრო დავიხვეწებით და ბოლოს უკეთესად შევძლოთ. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ და წარმატებას ვუსურვებ ყველას.
არ მოჭირდებოდეს ნამდვილად კომპეტენტური ადამიანების ძებნა, როდესაც თანამდებობაზე. როგორც როდესაც ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებზე საუბარია, რომლისთვის სოლიდური თანხა გამოყოფილი, მე ვფიქრობ, რომ ფინანსები უნდა აიყვანო და ძალიან დავწმანდეთ. ხო დავწმანდეთ. ერთი უბრალოდ მეორე საკითხს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის 15 დადგენილებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დადგენილების შესახებ ცვლილების შეკარების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვა. თხოვ აიწიოს ხელი, ვის არის მომხრე, რომ აღნიშნული პროექტი იყოს მადლობა, თხოვ აპარატს უნდა დაიწეროს. ვინ არის მოწინააღმდეგე? მომხრე 3 მოწინააღმდეგე 8. გასაგებია აღნიშნული საკითხი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის 55 დადგენილებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ ცვლილების შეკარების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვა არის გადადებული და შემდეგ განხილვას ეცნებოდა. ამას შეგვიძლია პრაქტიკის განმარტოვებით ხო? რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გასაგებია შემდეგ არის მესამე საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეშემო პირებისათვის პანდუსების მოწყობის შესახებ საკრებულოს განხილვის პროექტის განხილვა მოხსენებელი სოციალური კომისიის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ბრიაძე გამგეობიდან შემოსულია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პანდუსების მოწყობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის უქვე პუნქტის და 71 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საფუძველზე მოეწყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პანდუსები. ამ განკარგულების პირველი პუნქტი გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით საქმიანობის განხორციელება ეთხოვოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. სოციალურმა კომისიამ შეისწავლა გამგეობიდან შემოტანილი პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანდუსების მოწყობის თაობაზე, რაც გადაწყვიტა დადებითად. გასაგებია, მადლობა. ვინმეს თუ მოგვიყვება ამ შეკითხვა? ანუ იდეა თანხებთან მეთქება. სულ არის გამოყოფილი 8000 ლარი, სულ არის საჭირო ორი პანდუსი რუსთაველის ცენტრალურ ქუჩაზე, ეს არის შუქნიშნებთან. და რაც თითო პანდუსი ჩვენი გათვლით მოითხოვს 4000 ლარს თავის მუშიან მშენებლობიან კვადრატს. რამდენად იქნება დაცული ეს ზუსტად ნორმები, რომ რა სიმაღლეზე უნდა იყოს თუნდაც პანდუსი და ნორმები არის სტანდარტული, ანუ შესწავლილი აქვს სათანადო კომისია. ანუ ჩვენს მიერ ასეთი ინფორმაციით არ არის ეს სტანდარტები. არა, ეს დადგენილია ოფიციალურად კანონმდებლობით. მოსაგებლის გადაცემა. ორ პანდუს გავაკეთებთ რომ ამბობთ. ორი პანდუსი საკმარისია? ამ ეტაპზე არის ქვემოთ შემოსასვლელი რუსთაველის ქუჩზე ორი ცალი კიდე. მე ფიზიკურად არ არის გამგეობა არის საკუთარ ხანით. 2009-ში როგორც ვიცი გამგეობა გააკეთა. და ახალი შენობები როდესაც შენდება. ხორცელდება კონტროლი თქვათ რომ აი რა ბუტაფორის სახით თუ არ კეთდება ამ შეძლებენ კარგად გამოიყენონ ტრობერგან მინახავს გამოიყენოს ისე როგორც მას ხო მაგრამ მე მინახავს პანდუსები რომელიც არის ვერ გამოიყენოს ანალოგიური ინფრასტრუქტურის სამუშაოებს არახარის უნდა მოაკეთებს ადგილობრივი მთავრობა, ამაზე ალბათ ორი აზრი არ არის და ახალ რაღაცას არ ვამბობ. რამდენად ხარისხიანად შესრულდება ეს სამუშაოები, ამის გარანტიას ვინ გვასწრებს? ხო არ იქნება ხო რომელი გარანტია ერთ მაგალითს ეს. ზედა გარანტია არის. იმდენი მოდაპირება გააჟღერეთ თქვენ წინა საათში გარისებასთან დაკავშირებით კითხვა კიდევ ერთი თუ მოხდება გაკონტროლება ახლა არსებული პანდუსების თაობაზე, ანუ რომელიც აქვს ახალაშენებულ შენობებს და რომლებიც ჩემი აზრით არის სულად გამოუსადეგარი ხიშო პირებისათვის. ამის კონტროლს ვინ ახორციელებს? თუ არის სპეციალური სამსახური ხო, პასუხი გაეცეთ და ის ინფრასტრუქტურის სამსახური ავალებს, ზედამხედველობის სამსახური ნებისმიერ შენობამ დააკეთოს ის დაცულად, რომ ნებისმიერ მოსახლეობები ისარგებლოს ამ პანდუსით, მაგრამ ეს არის უკვე მათი
ცენტრალური ქუჩა ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და ყველანაირად ხოლო ცენტრალური ქუჩა ერთი წამით მოუსწრდა შეება ადამიანმა რომელიც დაუშვათ გარეგანს და შესაძლოა უბრალოდ ცენტრალური ქუჩა რატომ უნდა იყოს ხოლო ცენტრალური ქუჩას და გარეგანს ძალიან ხო დავწნარდეთ რა და შესაძლოა მოусმენთ გისმენთ კაცო და კერძო პირებს რატომ აძლევს საერთოდ გამგეობა იმის უფლებას რომ ააშენოს შენობა და ააშენოს თან პანუსი რამდენიმე ახალი შენობა აშენებული და პანუსები არ აქვს და მაგალითად ეს ანონიმური ბოქსები ჩვენ მარშის მექანიზმის ამის ჩვენ ხელშეკრულება შეგვიძლია რეკომენდაციის ადგილობრივი ეს ყველაფერი თუმცა კანონი არ ვალდებულებს სახელმწიფოსიც რომ მივიდეთ და მე თუნდაც არ აქვს და რაღაც დამეტებით რაღაცებს გაკეთოთ ამის რეკომენდაცია არ მოგვიყვება მაგრამ კანონი არ ვალდებულებს მესაკუთრეს შენობასთან გააკეთოს პანდუსი მაგრამ არ ვალდებულებთ მე ძალიან ხო გაჩნდა სხვა რაღაცაზე გადავით აქ იყო პანუსების გაკეთებაზე და არა იმაზე ვინ აშენებს და ვინ არ აკეთებს აქედან გამომდინარე მოდი აბანის უფროს ვთხოვ რომ რეგისტრაცია გაატაროს და აღნიშნული საკითხი განვიხილო და კენჭი უყაროს 1000 ლარი ძალიან ხო დასრულებული საუბარი ამაზე ძალიან ბევრია 1000 ლარი ჩემი აზრით ორი პანდუსის მარტო 200 როგორ შეიძლება იყოს 1000 ლარი ხო დავწალეთ წინამდე შემთხვევაში დაბა დაგატოვებინეთ ძალიან ხო ტელეფონები გამორთოთ კაცსა კარგი საბარის რეგისტრაციის შედეგები გვაცნობს რეგისტრაცია გაიარა საკრებულოს მადლობა. მეორე მესამე საკითხი მოდი კენჭი უყაროთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოყირებისას პანუსების მოწყობის შესახებ საქართველოს გამგებლობის გეოგრაფიის განხილვას ვინ არის მომხრე? ხო, აპარატის ვინ არის მოწინააღმდეგე? ხო, აპარატის პროცესმა გაგახსენოს შედეგები. მომხრეებში მოწინააღმდეგე ძალიან კარგი. მესამე საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოყირებისას პანუსების მოწყობის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროცესის განხილვა შეტანილია და ექვემდებარება განხილვას. მადლობა. მეოთხე საკითხი ეს არის მუნიციპალიტეტის სოფელებში სათემო ცენტრების შექმნის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროცესის განხილვა მომხსენებელი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ახალგაზრდა ხო მოგესალმებით ჩვენ გადმოგვიცა შესაბამისი საკითხი განხილეთ კომისიაში და მუდმივ გადაწყვეტილება წმინდა იურიდიული თვალსაზრისით სოფელში სათემო ცენტრების შექმნის უფლება აქვს ნებისმიერ თემს მაგრამ ეს საკითხი არ იყო დამუშავებული წმინდა ფინანსური თვალსაზრისით ისევ და ისევ ფინანსების პრობლემა გვაქვს წმინდა თქვა ეს და დავუწყოთ პატრიცემ კოლეგას რომ არის ალბათ მიკიშნების საკითხი დადგება ფინანსური კომისიის თავმჯდომარისა შესაბამისად ჩვენ საბოლოოდ დასკვნამდე დავდებით ხო და კომპეტენტური სამშობლოში აცხადა აღნიშნული საკითხი გავიხილოთ და ეგრეთ შემდგომ წესში ეს საკითხი ჩვენ დასკვნაში ვაკობითი და დავაბრუნოთ შემოგვივა ინიციატივით რომ გადავუზამოთ გამგეობას უკან კარგად იყო შესწავლილი და შესაბამისად დამუშავებული ჩავგვარდეს ჩვენ კომისიაში რომ შეგვიძლია შემდგომ ნორმალურ დასკვნის გამოცანა და შეიძლება ამ საკითხის თავრობას
ვინმეს თუ კითხავ ისინი რის საფუძველზე სადეთ გასვლა რომ გამგეობას ამ შემთხვევაში საშუალო კი ბატონო გავხსნა საფინანსო ბიუჯეტის დასახელში გამგება უნდა ჩამოაგზავნოს ეს პროექტი მზად და გიგოგო რა უნდა გიგეთოს საფინანსო სამსახური ხო იმის საკითხს აკუაგენებენ როდესაც ეგ გამგება უნდა ჩამოაგზავნოს ძალიან ხო ვაცალო ის მაგრამ არ ფინანს ეს საშუალო შეკაც გამგება უნდა ჩამოიტანოს მზად დამუშავებული გეგმა და ის უნდა განიხილო და ხა ის არ მოვიდა სულა და ეგ გასაგებიაში გამგებასთან თქვენ პრეტენზია და პროექტთან დაკავშირებით. უკაცრავ დიდება ამომწურავი ინფორმაციაც მოგვაწოდავს. ამომწურავი ინფორმაცია რო არ არის, მაგითო ითხოვდება. ანუ ეს იყო აქ იურიდიული კუთხით უნდა გაგვეკეთებინა, იურიდიული თვალსაზრისით სათემო ცენტრების შექმნის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს იყო ფინანსურად, იმიტომ უნდა შენობა 1000 სხვა წვრილმანია გასათვალისწინებელი და აქ ჩვენთან არ იყო ბიუჯეტში არ იყო გათვლილი ეს რამდენად მოხერხდებოდა ეს და რამდენად იქნებოდა და შევძლებდით ჩვენ ამ ყველაფრის თუ ვერ შეძლებდით მაშინ რატომ უნდა გავიქცეთ? ხოდა ჩვენ ძალიან ხო ამ სათემო ცენტრის საკითხავია. მისთვის არის ეს სათემო ცენტრი? რა უნდა გააკეთოს? ხო თუნდაც სოციალურმაც უნდა გამოიკვლიოს ეს რამდენად არის თქვა ხალხის ნება ეს არის სამი კომისიის სამჯეროთება ხოლმე ბიუროს კომისია. კი, მაგრამ ბიუროზე მაშინ ვაცალოთ ერთი წამით ადაასრულოს ხმა მიუჩით ამას სამი კომისიის გისმენთ მეწამით ჩვენთან გახავთ იურიდიული კომისიის წევრიც და ჩვენთან პროექტი ბოლომდე არ მოსულა და ბიუროს ხდომაზეც ჩვენ მხარი არ დაგვიჭერი ამისთვის რომ იურიდიულს გადასცემდა ეს არის. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს თავდაპირველად გადასცემდა სოციალურ შემდეგ საფინანსოს და ბოლოს მოაღწია ჩვენთან. ფიქრობთ რომ სამივე კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი. თუმცა ხო ძალიან კარგი ხო აპარატის უფროს რეგისტრაცია გაიაროს და აპარატის უფროს გაგვაქვს რეგისტრაციის შედეგი. რეგისტრაცია გაიარა საწარმოოს კარტიდან წარმოს რომ დასწრება. მადლობა. მეოთხე საკითხი მუნიციპალიტეტის ოფისებში სათემო ცენტრებში შექმნის შესახებ საკრებულოს გამგებლობის პროექტის გახსნისთვის ჩატარებული საკრებულოს ხდომას დადებითად შევაფასებდი საერთო ჯამში მაინც როგორც ახალგაზრდების ჩატარებულ ხდომას შევცვლიდი ალბათ გამოკვეთა ცოტა უფრო მეტი სერიოზულობა ყოფილიყო და მეტი დაკვირვება ყოფილიყო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და მომეწონა საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლაც საერთო ჯამში და მადლობა მათ რომ ესეთი საკრებულოს ხდომა იყო და სასიამოვნო იქნება და მისაღები იქნება თუ რეგიონის მასშტაბით ჩავატარებთ ესეთ ხდომას და რამდენიმე ახალგაზრდული თვითმმართველობა გაერთიანება და საერთო ჯამში მივიღებთ ალბათ იმ საკრებულოს ხდომას რომელიც რეალურად უნდა ტარდებოდეს საქართველოში. ჩვენი ახალგაზრდების იმიტირებული საკრებულოს ხდომაც თუ შევადარებთ ნამდვილ საკრებულოს ხდომასთან, ანუ იყო ის რომ ერთადერთი ახალგაზრდები ვიყავით ცოტა არასერიოზულად განწყობილები ამ მხრივ რასაც ვთქვათ ვერ ვიტყვით ნამდვილ საკრებულოს ხდომას ჩატარებასთან
და ვფიქრობ, რომ მომავალში თუ კიდევ გვექნება ამის შესაძლებლობა, მეტად უფრო დამაჯერებლები ვიქნებით, მეტად აქტიურები და მეტად უფრო მნიშვნელოვან განცხადებებს გავაკეთებთ ყოველთვის საკრებულოს სხდომას. სათანადო ცენტრების შექმნის შესახებ საკრებულოს განმარტებების პროცესი გახდება არის გადადებული და ექვემდებარა შემდეგ აღდგენას. მადლობა. მეხუთე საკითხი. ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილის პროცესის განხილვა, მომხსენებელი ბატონი გიორგი, ახალკაცი, იურიდიული კომისიიდან. ჩამოვიდა ბიუჯეტი განმტკიცების კომისიაში და მოვახსენეთ, რომ იურიდიული თვალსაზრისით რა თქმა უნდა ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს იმისი უფლება მოსილება, რომ გაუზარდოს მოსახლეობელი ბიუჯეტის თემში შემავალ ნებისმიერ კომპანია იქნება ეს ოჯახი იქნება ნებისმიერ ადამიანს ეს სიტყვით ასე ვქოთ მოსახლეობის თაობაზე, მაგრამ აქ არის ბიუჯეტში სწორად დათვლილი ჯერ ფაქტები წერდა როგორც კომისიის წევრ თავმჯდომარე გავგაცნო ბიუჯეტი დამტკიცებული არ იყო ნორმალურად რომ წავიკითხეთ ფაქტები. რა ვიცი მე შემოვა წინადადებით რომ აქ იყო ბევრი პუნქტი ჩამოწერილი თქვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე რომ გაგვიზარდა თანხები, მაგრამ ჩემი აზრით ხელი უნდა შეუწყოთ სოფლის მეურნეობას და უნდა უდით ახაც სამუდელიმე წვევანია ეს კიდე გასათვლელია და რა ვიცი იურიდიულად ამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ გვაქვს ამის უფლება, მაგრამ რა ვიცი სხვანაირ თვალსაზრისით შევხედოთ ამას უბრალოდ თანხებს უნდა უდით მხოლოდ ბიუჯეტის დასაზრდელად ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროგრამა რომ ეხლა ამოვიღოთ თანხა და მომავალში უბრალოდ ასეულობა შეუწყვეტოთ შემდგომ თუნდაც პროექტს. ჩვენი გადაწყვეტილება არის დადებითი გაზრასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით უნდა ვიმჯეროთ კიდევ ვის გაუზარდოთ და ვის არ გაუზარდოთ გადასახადს. გისმენთ. არა, ჯერ მაგათაც საინტერესო თემა არის კომისიის თავმჯდომარე თავის მეორე კომისიის თავმჯდომარე გიგენ თავის წარმომადგენლის იმპიჩმენტს მოითხოვს. და საინტერესო თემაა. თუ შეიძლება პროცესად საუბარი არის კოდების გადასახადის გადასახადაზე. ერთი წამოთვაც ძალიან მაინტერესებს თქვენმა მთავრობამ გლეხებს თუ გაუზარდა შემოსავალი, როდესაც ითხოვთ კოდების გადასახადის გაზრდას. ძალიან საინტერესოა. რითი უნდა გადაიხადოს გლეხმა მიწაზე მიწის დამუშავების მიწის თანხა. არ გაინტერესებს, როდესაც მხოლოდ პენსია შემოსავალი მისი. აღნიშნული მიწა შესაძლებლობა დაურიგანავთი შესაბამისად მიწის მოქმედება ნავთი მოიტანოს, ნავთი გადაიხადოს. ძალიან კარგად გვახსოვს ყველას რომ სახნავ-სახეს მიწებზე გადასახადი არ იყოს საერთოდ და თქვენი მთავრობის მოსვლის შემდეგ ითხოვთ რომ ამ დაწესდეს რაღაცა 82 ლარი განისაზღვროს ერთ ჰექტარი, ეს არის რაღაცა კატასტროფა თანხი ლეგისტრის რომელიც ნავთი მიწა თუ სალია. ნავთი მიწა თუ სალია და რამდენი ლიტრი? ძალიან ხოთ თქვენ მოსაძებრო გაგვაცანეთ ერთად ხო იურიდიულ კომისიას განიხილოთ. უკაცრავა. ასევე სათიბების ერთი წამი ძალიან ხო აღნიშნულ მუხში წერია რომ სახნავისათვის მათ შორის მრავალწლიანი ნანგრევები დაფარული სასაბაგი საბუთე ძალიან სენსიტიური საკითხია და მაგიტომ 82 ლარი არის წლიური შეხვედრა. 82 ლარი არის ძალიან ბევრი ლეგისტრის. წელიწადში რა თქმა უნდა 82 მე ხალხო როდესაც მე პასი გამხდარა 500 ლარი. აბა გლეხს კითხეს 150 ლარი თვითონ შემოსავალი და ერთ მეშო ქულის ძილს ხიჭროს. და კიდე თქვენ უმატებთ გადასახადებს. იმისი არ შეულიხათ სხვათა შორის თქვენ და იმისი მოყოლილი ხათ აქ. ძალიან მეცარი გაჩნდა შეეცარი გისმენთ თქვენ ანუ თქვენ ამბობთ რომ იმისი მოყოლილი მაგიტომ მაგრამ თქვენ მე მოდებული ინფორმაცია ჩემთვის ცოტა უნდობანი აღმოჩნდა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირთების შესაბამისი ლიცენზიის გასვლის საფუძველზე გამოყოფილი მიწების 1 ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური დანაკვეთია 3 ლარი. უფრო რო დავიკონკრეტოთ, რას ნიშნავს ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე?
ძალიან საინტერესო კითხვა. რესურსები მოსაგებია, შემამძეც ასეთი სახით მოვიდა ჩემო კითხვა ადამიანო, უბრალოდ გამიგივე. ჩემო კოლეგა, ჩემო ძვირფასო პატრიცემულოვი მეგობარო. ჩემი აზრით, იურიდიულ პირებს უნდა გავიზარდოს გადასახადი, ხოლო ფიზიკურ პირებს არა. ისევ ერთხელ გამიხილოთ ერთი თემა, რა ჩემი ან რესურსები დავაზრუნო გადასახადები რიცხვებში. ჩემი ერთადერთი განსასაზღვრი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ზედა ზღვას არ აცდეს გადასახადი. გასაგებია, ხო და მე ამას გამხსოვსავ გამიხილეთ კომისიაზე, იყო შესაბამისად ნორმალურად დათვლილი. ხო, ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, დასმა შემიძლია დადებითი ან კანონდარღვევა არ იყო პირველ რიგში ამაში და შემდგომეთა რიცხვს 5000 შავწე 5 მილიონს ეს უკვე ფინანსურმა კომისიამ უნდა დაიფაროს. რითი უნდა დაიფაროს? კალკულატორები რითი უნდა დაიფაროს? არის 3 მილიონი ანუ ამით თქვენ ამტკიცებთ, რომ მაინდა-მაინც გლეხს უნდა გავუსარდოთ გადასახადი და ვინც არის ბუნებრივი რესურსებით მოსაგები. გლეხის კმაყოფით უნდა იყოს იმას 3 მილიარდი. მე უბრალოდ შემოვიდა, შემოვიდა, გლეხებს ეძებათ გადასახადი. ანუ ამ თანობის ხელში თქვენ ისე გლეხებს გლეხს გავუსარდოთ თქვით. კი, მე მგონი თქვენ პასუხს არ მოусმინეთ, იმიტომ რომ თავიდან დაიწყო თუ არა აღნიშნა, რომ გლეხებსო პირიქითო დავაკონტროლოთ, რომ წახალისება მოგწესო. ვიცი აპირებთ 82 ლარის დაავადებით ყოველ წელს? ხო და მაგას ეს ძალიან კარგად ახალისებთ აშკარად. ძალიან გაახალისებთ და მე მგონი თქვენი დღეები დათვლილია ამ თავრობაში. ძალიან იმისთვის არ მიუცია ამორჩევებს თქვენთვის ხმა რომ 82 ლარი. სწორედ თქვენი დაპირებები იყო საარჩევნო რას ნიშნავს ვინგისი მომხრია? ან ეს ნუ გავაკეთე ძალიან ხო დავწნარდეს. ხო დავწნარდეს. ძალიან ხო დავწნარდეს. ხო, მარიამ. დავწნარდეს. და საბოლოო გადაწყვეტილება გითხარით თქვენი აღნიშნულ საკითხებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით. გაეთ პასუხები. აქ უკან მსვლელაფრის ვწდავ, სადებითია ჩვენი გადაწყვეტილება და შეიძლება ეს პროექტი გასახილულად ხარჯები. კარგი, ხო, აპარატის უფროს გაატაროს რეგისტრაცია. ის მე რა. ხოლოდ აი რის საფუძველზე დადებითი დასკვნა. ეს არის მხოლოდ რომ წახალისება მოახდინოთ სოფიოზე თუ 3 ლარი ძალიან მინიმალური გადასახადია ბუნებრივი რესურსების. თუმცა ამისი კანონიერი უფლებაზე როდესაც იზრდება 82 ლარი სახნავი მიწების ქონების გადასახადი. ასევე სათიბებზე 20 ლარი და საძოვრებზე 16 ლარი. რომ ეს საძოვრებზე გასხვისებულ საძოვრებზე თქვენ გაასხვისეთ საძოვრები უცხოელი ინვესტორებს თუ სწორად პარტია გასხვისება დაუშვებელია განუჩაითება საძოვრების. რომელიც საძოვარი გასხვისება. თუმცა დაუშვეს თქვენ როგორცაც ბოლო პერიოდში მაშინ ასე იქ ეკონომიკის სამსახურის საძოვრება დაასრულოთ. საძოვარზე არა. საინტერესო ეგ ეს რა მე არ ვაწესებ ამ 16 ლარიან გადასახადებს მე უბრალოდ ვაკონტროლებ აქ რომ ეს არ აცდეს გადასახადი ზედა ზღვას. აქ ყველაფერი არის გაწეული ნორმალურად. აცელია, როდესაც ამ ქალაქს არ არის აცელი ჩემო გამოვიყვანეთ ხო გეუბნებით ხო და კომენტები. როდესაც მინიმუმი არის ერთი წამით ხო თქვენ არ გადაგიხედეთ კოდექსისთვის ძალიან ხო კოდექსს გადახედეთ და მიუხედავად რომელიც არის აღნიშნული საქართველოს კოდექსში იქიდან გამომდინარეა საუბარი მე ოპოზიციას მიმართ ამ შემთხვევაში გასაგებია მაგრამ ხო არ არის საუბარი გამომდინარე არის შეღავათებზე საუბარი და არის შემოღებული ხაშურის მუნიციპალიტეტში არა კანონიერი არის მაგრამ საძოვრებზე აქამდე წლიური გადასახადი ეცემა ძალიან მაინტერესებს
სწორ კითხვას რომ აქამდე რამდენი გადასახადი თუ არ გაქვს თუ კითხვა არის კითხვა ძალიან კარგად ვიცი ეს მუხლების კარგად ვიცი ყველანი ნორმალურად ყოველ შემთხვევაში გეკითხებით აქამდე რამდენი გადასახადი კითხვის ყველაფერი კითხოს იყო ბუნდოვანი აბა რა არ გქონდათ წაკითხული და ხა მე ვარ ჩამეხედა ბუნებრივი მოსარგებლობისთან ხო ამ საზოგადოება შენიშნა არ ექნებოდა დაწუნებული ვარ და მაინტერესებს ეს პროექტი ეს გადაწყვეტილება თქვენ უნდა გაცნობოთ მე არა ვარ აბსოლუტურად ვანდებული ხარ თქვენ ვანდებული ხართ რომ უნდა წაიგო გაეცანი კეთილინებეთ მე დავდი დასკვნა არის დადებითი დანარჩენი ხა კეთილი უყაროთ აქ სხდომაზე გასაგებია ხო და არ ვიდა ეს მიზანი მასო დადებითი რატო აი ჩვენ გვაიტანს ის არის დადებითი ეს არის თქვენთვის უკაცრავად ძალიან ძალიან იურიუს ანჩი არ კომპეტენტური გახდა გამოდიან მუხლები არის თქვენ რა ისეთ მე რა საქმეში ვარ კომპეტენტური ხო და აქ გავდივარ რაც არის და მოსაძრო მოისმენდა რა შესაბამისად იურიდიულ კომისიას ეკისრება იურიდიულ საკითხების მოწესრიგება და არა საფინანსო საკითხების გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე აქ არის მითითებული ამ მუხლების შესაბამისად მოქმედება და არის გადატანილი ფინანსები. ეს არის შემცირება. საკითხი და საფუძვლებელი. თანხების შემცირებას რომელიც არის მითითებული. თანხების შემცირებაზე მე თქვა საუბარი შეგვიძლია. ძალიან კარგი თუ შევჯერით ერთ საკითხზე მაინც. თავიდანვე დაიწყო ამ ადამიანმა რომ ეს კანონიერია ყველაფერი, მაგრამ თანხები გადაფრიდვა საჭიროებსო. ეს აკონტროლებს ძალიან კარგი მოწინააღმდეგები ხართ თქვენ ჯერ მიღებული ტრენინგით ჩავატარეთ საკრებულო სხდომა, რის შედეგადაც აღნიშნულმა დაკავშირებით იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. უფრო მეტად მკვეთრად გამოკვეთავ საკითხებს ოპოზიციის მხრიდან, რომელიც აქტიურობდა საკრებულო სხდომის ჩატარების პროცესში და შესაბამისად მეტად დამაჯერებელი იყო მისი მოქმედებები საკრებულო სხდომის დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის შეცდომები და ის პრაქტიკა, რაც აქ იმიტირებული იყო საკრებულო სხდომაზე, მეტად გამოგვადგება შემდგომში, მეტად ინფორმირებულები ვართ უკვე, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ საკრებულო სხდომაზე შეგვიძლია ნებისმიერ შენიშვნებზე ჩავიჩამიშოთ შენიშვნები და ჩვენი აზრიც გამოვთქვათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგები ჩვენთვის მეტად სასარგებლო, ინფორმირებული და კარგი იყო, რომელსაც პრაქტიკაში გამოვიყენებთ. ხაშურში ჩატარებული ორდღიანი ტრენინგი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა პირადად შეფრის ძალიან ბევრი გავიგე საკრებულოს პრაქტიკული მუშაობის მეთოდების შესახებ. იმდენად ბევრი გავიგე და იმდენად კარგი პრაქტიკული სამუშაოები იყო წარმოდგენილი ტრენერების მიმართ, საკმაო ბევრი ინფორმაცია მივიღე და იმედია მიღებული ინფორმაციას მომავალში გამოვიყენებთ. ადამიანის საუბრო ძალიან რა ხილი უნდა დაგებული იყო დღეს და ყველას რეალურად უნდა შეხედა ამ საკითხისთვის. ვისთვის გაბიდეს ინფორმაციას არ ქონდა. მუხლების მიხედვით იცი რა არის გადაწყვეტა ჯეში ნაგავსაყის პრობლემა მოგიგვარებინა და მერე ვითვალებინა. ნაგავსაყის პრობლემა მოგვარდა ძალიან ძალიან იურიდიულო არის. და კიდევ ერთხელ მოვიტყო ჩემი ინიციატივა გამიხილა საკრებულოს სხდომაზე ვითხოვ თანამდებობის პასუხისმგებლობის დადგენა ჩვენ გვევალება იურიდიულად ვაკონტროლოთ ეს ყველაფერი იურიდიულად იყოს სწორი და მე სხვა შენიშნებს არ
კითხვა დაგისმენთ. თუ უკან წლების მონაცემები. რამდენი იყო გადასახადი? რამდენი იყო გადასახადი? რა იყო? შემოსავლის 1% ამღირებულებს, ხო? ანუ 2009 წლიდან. ამდენი პროცენტი გაიზარდა 2005 წლის. ერთი წამი, ბატონო გიორგი, მე როცა შეიძლება მე მგონი ახლა ჩვენი საუბარი არ ეს შეიძლება. ადამიან ლოგიკს ჩემი პრეროგატივა არ არის პროცენტების ასე ვთქვათ თვლა. ჩემი პრეროგატივა ერთ-ერთი რამ გავაკონტროლოს პროცენტები არ აცდეს ზედა ზღვას. ერთი წამი. აშკარად აცელებულია. საბსოლუტურად შუალედურია მაგრამ. აქ ხო ჩამოგზავნეს საერთოდ ისმრი განსახილება. ადამიანმა დადო იურიდიულად რომ არის სწორი. განჩენ ფინანსებზე ხო არა შესაძლებელი პირდაპირ გავიტანო თუ არა. შეგვიძლია ვუჯეროთ სადავკანოთ ეს დავიტანდა რომ გაგორდედავს. მაგდამდე ამიტომ ვართ აქ რომ დავწიოთ ზღვარი ხო ეს ხო არა სწორია მაგრამ დანარჩენი რომ ვიმჯეროთ ჩვენ რომ რა დონეზე დავწიოთ ეს ასე რომ იმაზე შეგვიძლია ვჯერობა ვის გაუზარდა დაცელია დედასბარსა უჯერეთ სწორია ამ შემთხვევაში მოდი მივიღოთ გადაწყვეტილება. მაშინ უკაცრავად რა, აი წინა წლებში რამდენი იყო ეს წლიური გადასახადი? ძალიან მაინტერესებს. ანუ წერია რომ ჩაიხედათ, მაგრამ წერია პროცენტები რამდენიცაა რამდენჯერ არის დადგმული და ნებამდვილე. მოდი მაშინ ერთი წამი. აი იურიდიულ სამსახურს ვერ მოგახსენებთ იმ რა ზღვარი. ანუ შესაძლოა არც მაქვს ეს კითხვა. მე ზოგადად საფინანსო სამსახურს არ ქონია ეს. მაშინ მოვიტყოთ რომ ჩამოვიდეს. შემოსავალს გაგავრობა ბიზნესს. გადმოცემული რომ განგვიხილა, ამიტომ არ ვარ ჩვენ წლებში რამდენი არის დასაწყისად 1%. ისი შემოსავლების 1%. ბლექის შემოსავლების. რამდენი სიხდიდა გლეხი 2000 შემოსავლების მოდი მაშინ მომავალ შტომად მოვიწოთ გამგეობის წარმომადგენელი რომელიც შემოსავლებს აგაშენა მე შესაბამისად ეს საკითხი ვერ გავაიხლა. არა, არ საერთოდ ამას იურიდიულად იყო გამოსწორე. და ბუნებრივია ეს ყველაფერს და დაწევთ და ჩვენ გვიწევს იმის მტკიცება, რაზეც პასუხების ხას უნდა ქონდეს. გასაგებია გამოდიო და ხმა აღარ მაქვს თუ ხედავთ. პასუხი არის რომელიც თქვენი გუნდის წევრია. ამიტომ მომავალშტომა ეს თქვენი გუნდის წევრის დაკრიტიკება რითაც თახლეთში რო გახდება თქვენს მთავრობაში. ძალიან გავწმადეთ. აღნიშნული პუნქტს თუ გადახედავ, აქ არის მიღებული იურიდიულ კომისიაში ორი მუხლი, რომელიც იყო განსახილველი და შემდეგ იყო ამის განაკვეთები მუხლობრივად. მაგრამ ეს მუხლები განხილული იყო შესაბამისად ლარებში და თანხებში. აღნიშნული საკითხი იყო ორი. ეს იყო შემოღებული იქნეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვრა დანარჩენის შესაბამისად და მეორე მუხლი იყო ეს დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გაგრძელდეს 2015 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობის საგადასახადო უსაფრთხოების. და მეტად იქნება საერთოდ აკუპტად უნდა შემოსულიყო და არათით გაერთიანებული. და რომელი იყო ეს საერთოდ? და საერთოდ ორი მუხლი საფუძველზე იურიდიულმა კომისიამ წარმოადგინა ორი მუხლი რომელიც უნდა იყოს განხილული. იურიდიულ კომისიას ორი ბედა განსახილვა. შემდგარ ფინანსებთან დაკავშირებით.
ვინ არის მომხრე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროცესის განხილვაზე, ვინ არის მომხრე, რომ აღნიშნული საკითხი იურიდიული კომისიის საფუძველზე იყოს განხილული. იურიდიულად კი. თუმცა არა, ანუ შეიძლება უკვე თუ ამას იურიდიულად ჩვენი აზრია რომ დავუბრუნოთ. შევწყვიტოთ ძალიან ხო შევწყვიტოთ ორივე ძალიან ხო და მაშინ დავაკონკრეტოთ ორივე ეწამ გაჩვენეთ კეჭი უყაროს ვინაც მომხრე აი ეს ხელი ვინ არის ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროცესის განხილვას ხო თავისით ხელი ორივე მუხს რომელიც არის მოცემული განხილვის გადახედვის გარეშე შესაბამისი პუნქტები რომელიც განამოყალიბდა ამას ხლიანი სახე რაც არის მოცემული თქვენგან განვიხილოთ თუ არა ხარ ვივინოჭეთ ხარ ხო თარგმნეშია დაბალიცებსო აი ეს ხელი ახლა ჩაიწერე ხო და ვინ არის მოწინააღმდეგე რომ ეს საკითხი არ მოხდა Adit, მომხრესავი მოწინააღმდეგე როა. გასაგებია აღნიშნული მეხუთე საკითხი ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროცესის განხილვა არ არის აი მექონებარება შემდეგ ახლა და განხილვა შემდეგ სწორად. ძალიან ხო ინიციატივა შეიძლება საფინანსო კომისიის პროცესის გადაყენება და ამასთან დაკავშირებით ეჭის გადააკეთება ჩაატარდა გარდა ამისა ბოლო მეხუთე განხილვის საკითხი იქნება ყოველ კომისიასთან. კარგით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აპარატის უფრო მოსაზრება ანუ ჩავატაროთ კენჭის ხრა შემდეგ სხდომაზე დაგეს თუ არა დღის წესრიგში ვინ არის მომხრე რომ საფინანსო კომისიის თავმჯდომარის საკითხი იყოს განხილული აი ეს ხელი. აღნიშნული საკითხი განხილული ხდება შემოწმებამდე. კარგი, დიდი მადლობა. დღევანდელი სხდომა დასრულებულია და მადლობას გითხრით ყველას შემდეგ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით რომ ჩვენმა სტუდენტებმა ძალიან კარგად გაიარეს იმიტირებული საკრებულოს სხდომა იყო ძალიან კარგი დებატები იმსჯელეს სხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი საკრებულოს სხდომა იყო ნამდვილ სხდომასთან ძალიან მიახლოებული და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი დებატებიც კი იყო მოცემული. ასე რომ ჩვენ ვართ ძალიან კმაყოფილები დღევანდელი დღე ძალიან აქტიური სტუდენტები გვყავს და ვიმედოვნებ რომ მომავალში რა თქმა უნდა გაგრძელდება ჯგუფი არის ძალიან ძლიერი ჯგუფი, ადრეც ჩაუტარეთ ამას თეორიული ტრენინგები და მაშინ გამოავლინეს, რომ ძალიან ძლიერები არიან. ეხლა მართლაც დაამტკიცეს პრაქტიკაში ეს, ძალიან გაითავისეს როლები და როლში იყვნენ ბავშვები, ვის რა ფუნქცია ევალებოდა იმის და მიხედვით. და ვფიქრობ, რომ დადებითად, ანუ კარგად გაართვეს თავი და კარგად მოირგეს როლები. შენიშვნები იყო ჩვენი მხრიდან, ტრენერების მხრიდან, უფრო პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. დანარჩენი ის ძალიან მიხარია, რომ თეორიული ცოდნა, რაც მანამდე მივაწოდეთ, ბავშვებს კარგად ჰქონდათ ათვისებული და ნორმალურად გაართვეს თავის ხდომა.